პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ფასების შესწავლას ვიწყებთ ამ სუპერმარკეტებში, იქნება თუ მაღაზიებში და რა თქმა უნდა ბრძოლას იწყებენ იმ ყველაფერთან და დაიწყეს უკვე რაც ფასებთან დაკავშირებით ხდება, მაგრამ ამათ ხო არაფერი არ მოწონთ. პირიქით იძახიან ესენი, რომ აი ამ ხელა ფასები და როგორ შეიძლება ეხა იწყებთ ბრძოლას, ხო, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, კი. და კორუფციასთან ბრძოლაც რომ დაიწყეს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რო არ დაეწყოთ უკეთესი იქნებოდა? რო დაიწყეს ეს არის ზუსტად ძალიან მაგარი რა. და ხვალდაზე უკვე აღარ იქნება რა. ნუ რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა მოხდეს, რა კეთილი საქმეც არ უნდა და ინიციატივითაც არ უნდა შევიდა, არაფერი ამად არ მოწონდა. პირიქით აკეთებენ ყველაფერს. აი მილიონებს იპარავდნენ და ხო როდისღაც ხო უნდა დაეწყოთ რომ გაჩერებულიყო ეს ყველა ქვეყანაში არის კორუფცია, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში რა. რაღაც კატეგორიების მიხედვით ზოგადად 2%, ზოგადად 7%, ზოგადად 8% თუ 10% და უფრო მეტის და უფრო ნაკლებიც. რა მნიშვნელობა აქვს? თავარია ნაბიჯი გადადგა და ეს ბრძოლა დაიწყო და ეს ნაბიჯის გადადგმა არის ძალიან მაგარი რაღაცა. და არა ის რომ აი გასაგებია. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ძალიან ცუდი ფაქტი ხდებოდა აქამდე. ძალიან ცუდი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ ვერავინ 30 წლის განმავლობაში ვერ გარისდა კორუფციასთან ბრძოლა. სააკაშვილი არ მყავს ხედელობაში რა. იქ რა კორუფციაც ხდებოდა და რა მილიარდებიც გაიტაცეს. ძალიან კარგად ვიცის კეზერაშვილის დამადობით ყველამ რა. არ გჭირდება თქვენი შეხსენება, რომ იქ არაფერი არ ხდებოდა და თურმე ამათმა მოუარეს კორუფციას და მოკლედ გაიშნიკებში მოუარეთ კი კორუფციას და გაიშნიკი ფულს აღარ იღებდა და პოლიცია დაფუძნდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, დლომის წვლილი მიუძღვის ივანიშვილს რა, თავისი გადახდილი დახმარებებით და ფულებით, რაც მაშინ ამ რეფორმებს ჭირდებოდა. გინდა პოლიციის რეფორმას და გინდა იუსტიციის სახლის რეფორმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გინდა საგადასახადო რეფორმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. არაფერი კორუფცია თქვენ არ დაგით, თქვენ დაამარცხეთ კორუფცია ქვემოთ დაბალ ეშელონებში, შეიძლება ითქვას, რომ გაიშნიქს ეშინო და მე პოლიციად გადაკეთდა ეს ყველაფერი ფულის აღება, მაგრამ იქ რა ხდებოდა? იქ ზემოთ დღემდე რო ვერ გაძეხით და უნივერსიტეტები და რა ვიცი და გიულის უნივერსიტეტი და ერთლარად გაყიდული უნივერსიტეტები და ჯარზე მოპარული ფულები და რა ვიცი რუსეთზე გადაცემული ობიექტები და ეს სუპერმარკეტები კიდე რაც დღეს არის უმაგათია თქვენ ხო არ გონიათ რომ ვინმე სხვასია ჩვეულებრივი ადამიანი ისევ მაგათია ნაცების არის ყველაფერი იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაუტოვეს არ შეხებიან მაგათ არაფერს და ესენი ეწევიან საბოტაჟს რომ ეს ფასები ძვირი იყოს და ისიც და ესეც მაგრამ მოგეხედებათ თქვენც აუცილებლად რა აუცილებლად